მშვიდობის ამოკლი დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მე-9 არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. ბანკის ხეობაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ახალგაზრდა. მე-9 არხისთვის ცნობილი გახდა, რომ დუიში მცხოვრები 35 წლის ჩეჩნეთიდან დევნილი ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ აღარ უნახავთ. 9 საათზე ჩვენი რეპორტაჟი ბანკის ხეობიდან. ქისტები კერძო საუბრებში ყვებიან, რომ ის იმ ჯგუფის წევრი იყო, ვის წინააღმდეგაც ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია განხორციელდა. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ქართველი ემიგრანტები ხმის უფლებისა და არჩევანის გაკეთების გარეშე რჩებიან. რუსეთის შემდეგ კანადა 1 ოქტომბერს იქ საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. 9 საათზე რა არის ამის ოფიციალური მიზეზი და რას ამბობენ კანადაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხმის უფლება წაართვა. გაყალბების რა სქემა მუშავდება თბილისის საუბნო საარჩევნო კომისიებში და რატომ თხოვენ საოლქოდან დანიშნულ უპარტიო წევრებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სიების მიტანას. საჯარო სამსახურების შემდეგ სპეციალური ბლანკების საარჩევნო უბნებზე რიგდება. მართველი პარტიის მომხრე 20 კაციანი სიის მიტანას კომისიის იმ წევრებს ავალდებულებენ, რომლებიც კანონით მიუკერძოებლები უნდა იყვნენ. რატომ უარყოფს დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი წარმომადგენლების უცხო ქვეყანაში ჯაშუშობის ფაქტს, მაშინ როდესაც შვეიცარიის პარლამენტში ამ ამბავს კომისიის 2 სხდომა მიუძღვნეს. 9 საათზე კიდევ ერთი შვეიცარიული გამოცემა, რომელიც ადასტურებს, რომ ციურიხში ვახტანგ კომახიძისა და სოზარ სუბარის შეხვედრის თვალთვალზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი 3 კვირა ჰყავდათ დაკავებული. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 9 საათზე მე-9 არხზე დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას დროებით.